Чу. Там наход. Чай, чав. Чай, чав. Чав-чавадзе. Ილია ჭავჭავაძე სახალწლო. კიდე ჭავჭავაძე დავით აღმაშენებლის დღისათვის მიძღვნილი რაღაცა. იაგესა რა მითოლოგიებით რა გინდა სულობ და გულობ თავარია გინდოდეს ისწავლო და წაიკითხო. აქ ყველაფერი არის. მიყვარს აქაურობა, აი გეფიცებით მიყვარს, მაგრამ მე გახლავართ შეროზია დალი, გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ყოფილი საცავის გამგე. 79 წლიდან ვარ ამ ბიბლიოთეკაში. აი შეხედა როგორი გაფორმებული მაქვს ყველაფერი აკურატულად მე. ოცდაშვიდ წელს გაუქმეს წერა-კითხვის გამარცვლების საზოგადოებების მიერ დაარსებული ბიბლიოთეკები და ქალბატონმა ქსენია იოსელიანმა და მისმა მეგობრებმა გააკეთეს ის, რომ არ დაკარგულიყო ეს საგანმანათლებლო კერა, რომ განვითარებულიყო ეს და მას ხელი შეუწყეს და 30 წელს მიუერთეს პედაგოგიურ კვლევით ინსტიტუტს და დაარსდა 30 წელში აი ეს ჩვენი გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა. რახან პედაგოგიური იყო, სახელით შეურჩიეს და იაკობის სახელით დაერქვა ამ ჩვენ ბიბლიოთეკას. ამ დროს მუშები ძალიან ძნელი საშოვნელი იყო. 3 კვირის განმავლობაში ვათრევდი ამ წიგნებს. პედაგოგი კალე ანდღულაძე თავის მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა გორში და ორგანიზაცია გაუკეთა წიგნების რკინიგზით გადმოტანას. ერთი ვაგონი წიგნი არ ვიცოდი სად წამეღო. გამოჩნდნენ ამ წიგნების მოტრფიალე პატრიოტები. ზანდუკელი, კვირკველია, გიორგაძე და სხვა. ამ დღიდან დაიწყო თანდათანობით წიგნადი ფონდის ზრდა. ბატონი ვიქტორ ნოზაძე მაგრა ეხმარებოდა პარიზიდან უგზავნიდა წიგნებს, წიგნების ბიბლიოთეკას აქვს შენახული კარადაში, მისი გამოგზავნილი დეფქის სტრაუსნის სახის მეტყველებისა, ვარსკვლავთ მცოდნეობისა, ეს ყველაფერი მისი წარწერებით ქსენიას უგზავნიდა ბიბლიოთეკისთვის, რომ არ დაკარგულიყო წერა-კითხვის გამარცვლებელი საზოგადოების ეს ძალიან მაგარი მემკვიდრეობა, რომ განათლება ყოფილიყო და სისულელში მოეყვანა საქართველოს ყოფილიყო ეს კერა და აი დღეს გვაქვს ჩვენ ეს კერა. აქ დევს პერიოდიკა ჟურნალები. ილიები წარმოიდგინეთ თხზულებანია აქ, მისი ნაწარმოებებია და არის მისი ნახატი, როგორც ეძახით, რარიტეტია ესენი. ასე დავალაგე. ეს არის 1893 წლიდან, თავდება ეს ადრეს 1905-ით უფრო მეტიც და აქ არის აკინძული ეს გაზეთები ყველა ნომერის მიხედვით თუ აკლია და იქვე აქვს ყდაზე მითითებული რომ აი ეს ჩავარდნა იყო, აი ეს გვაქვს, ეს გვაქვს, ეს გვაქვს. ეს არის ყოველდღიური გაზეთი, ინფორმაცია. ეხლა აი ამათი საწყისი ფორმა იყო საქართველოს მოამბე. ეს იყო პერიოდიკა, ჟურნალი იყო. ხო და აი ჟურნალში ეთყობა ვერ დაეტია ყველაფერი. გადაიტანეს ეს დროება დაარქვეს და მასში შედიოდა როგორც ილია, აკაკი, აი გამოჩენილი ყაურჩუში ყველა გამოჩენილი ადამიანი და ყველა ღებულობდა ამაში მონაწილეობას. ეხლა გაჩვენებთ აქ მე თქვენ რა ყველაფერს ერთად მე თქვენ ვერ გაჩვენებთ, ხომ ესეა? ამონ არის გაგიკეთებთ. აკი ვამბობ, დროება გამოიცვალა მეთქი, იმის მაგივრად რომ საზოგადოებაში გაავრცელონ პატივისცემა, ჭკუისა, გამბედაობისა, გულადობისა, ჩამამავლობისა. ახლა ჩვენ ხედავთ რომ ვიღაც ლაჭირაკმა მეგაზეთებმა პატივი ახარეს ჭკუასაც და სხვა ყველაფერსაც. სხვა გაზეთიდან ვნახოთ. ივერიაც ვნახოთ, ხავატორ, კი ბატონო, ვნახოთ ივერიაც. ბაქონეს შემდეგი დეპეშები მივიღეთ. კვირას 16 იანვარს ბაქოს ქართველობამ გადაიხადა პანაშვიდი განსვენებულის გიორგი წერეთლის სულის მოსახსენიებლად. პანაშვიდს დაესწრნენ რედაქტორები გაზეთისა კასპისა, ტუბჩიბაშევი და ივერიისა ილია ჭავჭავაძე. აი აგერ არის გაცხადება, გაკეთებული ცნობა
წერა-კითხვის საზოგადოების წიგნის მაღაზიაში შეხედავ ლილი როგორ რამებს აკეთებდნენ ესენი ისყიდება შემდეგი წიგნები ახალი ვარიანტი წმინდა ნინოს ცხოვრებისა ბუნების კარი ყდით გოგებაშვილისა გეომეტრია მეორე კლასისა ყიფიანისა ვისრამიანი თხზულება ირისთავისა და ასე შემდეგ ჩამონათვალია უზარმაზარა ეს საჩამოდის ეხლა განახებთ მის ნაწარმოებებს აჩრდილი სხვადასხვა წელს გამოცემული განდეგილი გლახის ნაამბობი დედა და შვილი ეს ნათარგმნია ბოვიე შემდეგ კაცი ადამიანი კრიტიკული წერილები სხვადასხვა ნომრები და ლექსები რარიტეტია ეს ისაც რარიტეტულია დევს რარიტეტულ განყოფილებას ჩვენ გვაქვს ამის განყოფილება 1907 წელია სიკვდილი და დასაფლავება ილია ჭავჭავაძისა იყო მოძრავი ბიბლიოთეკა იმის გამგე ვიყავი მე დაქონდა რაიონებში რაც მათ ჭირდებოდა ჩავიტანდით ამას ყველაფერს და მე ისე ჩავიდოდით უკან აღრიცხვა არ უნდა დაკარგულიყო არაფერი ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეგვიფარა. ახლა უკვე ახალი ტექნოლოგიებია. მე ამ საქმეში ვერ ვერკები, მე კონსერვატორი ვარ ცოტა. რაღაცა უნდა შეიყვანონ ეს ელექტრო იმაში წიგნები, ეს კარგია და მისაბაძის საქმეა და ილიას ბიბლიოთეკის დირექტორი ახალგაზრდა ყმაწვილი ცდილობს წაიღო, გააციფროვნა და მადლობლები ვართ ამისთვისაც რომ ვართ და არ დაიკარგოს ბიბლიოთეკა. მე შემიძლია ბავშვს ვამეცადინო გერმანული მაგის ნერვიც არ მაქვს მირჩევნია ბიბლიოთეკაში ვიფუსფუსო გამოვიტანო წიგნი დავალაგო კატალოგი ნატრულობ მე სანამ მოვკვდები და წავალ ამ ქვეყნიდან დავტო დაორძინებული ეს თუმცა მე არ ვიქნები აქ იყოს ახალგაზრდები იყვნენ და აი რაღაცა იმუშაონ კარგად და არ ჩაკოდეს ეს აი ეს მინდა მე მეტი არაფერი არ მინდა